ერთი რამ მოხდა, რომ ერეკლე და თეიმურაზი ასე ვთქვა, დაუკავშირდნენ ნადირ-შაჰს მის 9000-იან ჯარს. ჩაუდნენ სათავეში, ნადირ-შაჰმა მიაშველა 9000 ავღანელი ერეკლეს და თეიმურაზ გივის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, კახელების დიდი ნაწილით შეუერთა ერეკლეს, მეტიც უკვე ქართველი თავადების დიდი რაოდენობაც გადავიდა მათ მხარეს. ბუნებრივია, იმიტომ რომ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა მეფობის აღდგენის. ეხლა ვიღაცამ შეიძლება ეს ძალიან დიდი კრიტიკის პრიზმით გაატაროს, რომ მტერს ეკორები გმირი ქართველი წინააღმდეგ, მაგრამ რეალურად პოლიტიკური თამაშები იყო. და სხვა შორის გივი ამილახვარსაც დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო ერეკლესთან ნაჩაბეთის, მაგრამ არაგვის ხეობაში თეიმურაზი დაამარცხა და სურამში მშვენივრად იყო გამაგრებული და დახმარებას დასავლეთ საქართველოდანაც იღებდა, ოსმალეთიდანაც იღებდა და ფაქტობრივად მისი ხელში ჩაგდება შეუძლებელი იყო. გივი თავისი ნებით ჩაბარდა ტყვედ, იმიტომ რომ უღირდა საქართველოში მეფობის აღდგენა. 1754-ში რეალურად მეფები გახდნენ 45 წელს სვეტიცხოვლობას ერეკლე და თეიმურაზი სვეტიცხოველში ეკურთხდნენ მეფეება თეიმურაზი, ქართლის მეფეთ ერეკლე, კახეთის მეფეთ გივი ამილახვარი გაგზავნილ იქნა ნადირ-შაჰთან, ჩვენ არ ვიცით იქ რა ქნა, როგორ ქნა, როგორ მოახერხა, ფაქტი ერთია, რომ რამდენიმე თვეში გივი ამილახვარმა მიიღო ნადირ-შაჰისგან შაჰ-ყული ხანის ტიტული და დაინიშნა ირანის გვარდის მთავარსარდლად. პარალელურად ერეკლე, როგორც კი ქართლში ის და მამამისი გამეფდებიან, პირველივე დღიდანვე იწყებს ფიქს ირანელთა ბატონობისგან საბოლოოდ გასათავისუფლებად. გარნიზოს განდევნის, ირანულ გარნიზოს ნარიყალადან შეუწყვეტს ხარკს, ამაზე განრისხებული ნადირ-შაჰი გადაწყვეტს მის დასაჯელად გამოუშვას 30000-იანი არმია, რომლის სარდლათაც ნიშნავს შაჰ-ყული ხანად გადაქცეულ გარდაქმნილ გივი ამილახვარს. ამ დროს სხვა შორის ერთი რამე არ უნდა გავიწყდეს, რომ ირანის სამეფო კარზე 99% არიან ქართველები ან დაღესტნელები. სხვა შორის მე რო ხვდება, რომ აი ამდენი ფათალი ხანი, ომარ ხანი დაღესტანში, რა ვიცი, ყოველ სოფელში რო თვითონ ხანია, ეს თვითმარქვე ხანები კი არ არიან. მათ წინაპრებს ეს ტიტულები ირანის სამსახურში აქვს მიღებული, ძალიან სერიოზულ სახანოებს ომართავდნენ და საერთოდ როგორც დასავლეთ ქართველები ჩერქეზებთან ერთად წინაურდებოდნენ და პირველ ადგილზე იდგნენ ოსმალეთის იმპერიაში, ზუსტად ანალოგიურად ქართველებთან ერთად დაღესტნელები და მათ შორის მაშინ დაღესტნური იყო დღევანდელი აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისინი წინაურდებოდნენ და ისინი ქმნიდნენ. ამინც ირანში, როგორც არმიაში და არა მარტო არმიაში, ეს ცალკე შესწავლის საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ უდიდესი როლი აქვს ნათამაშები არქიტექტურაში, მხატვრობაში, მედიცინაში, მწერლობაში, პოეზიაში, ასე რომ ქართველებს თავიდან გვაქვს შესასწავლი, თუ რა როლი გვაქვს ნათამაშები ქართველებსაც და ზოგადად კავკასიელებს მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეების და პრინციპში მე-19 საუკუნის ირანის ისტორიაში და კულტურაში და სამხედრო საქმეში, ეკონომიკაში და ფაქტობრივად ყველა სფეროში. და მოკლედ იქ შეკრებილი ქართველები არ დაუშვებენ ნადირ-შაჰის მიერ ერეკლე საქართველოს აოხრებას, ნადირ-შაჰი კვდება, კლავენ. გივი ამილახვარი შეკრებს იქ ყოფ ქართველებს და მოუწოდებს, რომ წამოყვნენ საქართველოსკენ, გამოიტაცებს, წამოიღებს შაჰის ხაზინას. და 1759 წელს არსებობა შეწყვიტა ირანის სახელმწიფომ და 1796 წლამდე სანამ აღა მაჰმად ხანი არ ეკურთხა ირანის შაჰად, ამდაგვარი წოდების მართველი, ანუ შაჰის წოდების მართველი ირანს აღარ ყოლია. უამრავ სახანოდ იყო დაშლილი, შიგადაშიგ ნაწილობრივ ერთიანდებოდა, აი მაგალითად როგორც ქერიმ ხან ზენდის დროს, მაგრამ ქერიმ ხანი ვერ ბედავდა შაჰის ტიტულის მიღებას. მოკრძალებით მალიქს ეძახდა თავის თავს, ანუ მეფეს, მაგრამ არა შაჰს. და რატომ? იმიტომ რომ მოღოლებული ჯერ კიდევ სიმონ მეფის პერიოდიდან, მე-16 საუკუნიდან, წესი იყო, რომ ირანის ამის პასალარები იყვნენ ქართველი. და როგორც წესი ჯერ ერთი შაჰისთვის ხმალი უნდა შემოერტყა ამის პასალარს და ეს ცნობილი ლეგენდად ქცეული ერეკლეს ხმალი, რომ თითქოს აღა მაჰმად ხანსაც უნდოდა. ეს ყველაფერი მითოლოგიზირებულია თითქოს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ აღწერს რეალობას, რომ გურჯისტანის მართველი და მისი ხმალი
აუცილებელი იყო დასტურად, რომ ვინმე სულფასოვან შახინ შახად ჩათვლილიყო. სხვა შორის დიდი გავლენა ჰქონდა ხორასნის მმართველებსაც, შეიძლება სხვა სახანოებსაც, მაგრამ გურჯისტანის ვალის ფაქტორი მაინც ძალიან დიდია. ამ პერიოდში, განსაკუთრებით მე-17 საუკუნეებში და როგორც ვამბობდით, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაწყებული ისპაჰანის ტარუღიდან დამთავრებული ფაქტობრივად 80% სამინისტრო პოსტების ქართველებს ან კავკასიელ დაღესტნელებს ეკავა და ეპყრათ. სავსებით ბუნებრივია ეს გავლენა და შესაბამისად ერეკლეს მხრიდან ვინმეს ირანის შახის კანდიდატად აღიარებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ერეკლეს ებრძოდა ცნობილი აზატხანი. ეს იყო ავღანური წარმოშობის ხანი, რომელსაც რაღაც პერიოდში 40-იან წლების ბოლოს 50-იან დასაწყისში ყველაზე დიდი შესაძლებლობა ჰქონდა და ყველაზე დიდი პერსპექტივა, რომ ირანის შახი გამختارიყო. მაგრამ დამარცხდა ერევნის ბრძოლაშიც, შემდგომში ერეკლემის ტყვეთ ჩაივგდო. მერე აზატხანი გადასცა ქერიმ ხანს და სამაგიეროდ ქერიმ ხანისაგან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დივიდენდებიც მიიღო ამის სანაცვლოდ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ერეკლეს თანხმობა იყო გადამწყვეტი საიმისოდ, რომ ვინმე თვითგამოცხადებული ირანის მბრძანებელი სხვა ხანებს პირველ კაცად ეცნოთ. მეტიც 1755 წელს როგორც წერს ერეკლეს შვილიშვილი, ისტორიკოსი, შემდგომში რუსეთის აკადემიის წევრიც კი თეიმურაზ ბაგრატიონი, თბილისში ჩამოვიდა ირანის ყველა შახის წარმომადგენელი და ერეკლეს თხოვეს განჯაში შეკრება. განჯა ხა დღეს არის პატარა ქალაქი, თორემ მაგალითად მე-14-მე-15 საუკუნეებში უფრო ადრეც მე-11-მე აი პერიოდულად ის ხდებოდა ჩრდილოეთ ირანის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. აი მაგალითად მონღოლების პერიოდში საუბარია, რომ სამჯერ მრავალი ცხოველი და მდიდარია განჯა, ვიდრე თვითაურისი. ასე რომ განჯაში შეკრება ეს პატარა რამეს არ ნიშნავს, ხო? ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კავკასიის ფარგლებში და უფრო საზღვრებთან მდებარე ყველაზე სერიოზულ ისლამურ ქალაქში სთხოვენ, რომ შეიკრიბონ. და ერეკლე და მამამისი ჩადიან. აქ არის შემოკრებილი ყველა ირანელი ხანი იმ პერიოდისთვის ვინც იყო. ეს ის მომენტია, როდესაც ერეკლე ერევანი დაიმორჩილა და აზატხანი განეიტრალა და სთავაზობენ, რომ იყავი ქრისტიანი, ოღონდ გახდი ირანის შახი. რომ ირანი იყოს ერთიანი სახელმწიფო, ოღონდ შენ იყო შახი, კი ბატონო, ჩვენ ყველანი ყაბულს ვართ, თუნდაც ქრისტიანად დარჩენის პირობით. და აქ ესეთი რაღაც გააკეთა ერეკლემ, სხვა შორის პატარა ბიჭი არ იყო, 35-ის ან 37 წლის იყო. ყველა ეს ხანი დააპატიმრა. ამაზე როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი წერს, ჩემს დიდ პაპასო, ანუ ერეკლეს მამას თეიმურაზ რა ქვია, დიდი დავა ქონდო ერეკლესთან, რომ დაუშვებელი იმაჩვილები რჩება, მტრად მოვიკიდებ და ასე შემდეგ, მაგრამ ერეკლე გადაწყვიტა, რომ ყველა ხანი ხელში მყავსო და ამაზე კარგ საშუალებას როდის მოვახერხებ, რომ ყველა ერთად გავანეიტრალო. სანამ ამაზე იყო ჭიდაობა თუ რა ეკნათ ამ ხანებისთვის, ეს შეიტყო შაქის მმართველის ვაჟმა, აჯი ჩალაბის ვაჟმა და წამოვიდა რაზმით თავს და ესხა განჯას. მოკლედ ეს ხანები დააყრევინა ერეკლეს, შემდგომში დაიწყო ქვემო ქართლის აწიოკება. სხვა შორის საინტერესოა, რომ ეს ლეკიანობა როცა ხდებოდა, უმეტესწილად ისინი ქვემო ქართლს აწიოკებდნენ. რატო? იმიტომ რომ მაინც და მაინც ქართული მოსახლეობა არ გაეღიზიანებინათ. ქვემო ქართლი ბარაქიანი იყო, შემოსავლიანი, მაგრამ იქ მუსულმანი ეს ბორჩალოელები სახლობდნენ. ისე დღეს ჩაყარესო ეს ბორჩალოელებიო, რომ დაცარიელებული ერევანში გადასახდენო. ერეკლესო არც მამამისი ელაპარაკებოდა რაღაცა პერიოდიო თავადებსაც არ ქონდათ მაინც და მაინც კაი რეაქცია, რომ ეს რა ქენი და რა ქვია, რატო ქენი თქვა და ესეთი რაღაცა. მოკლედ რამდენიმე თვე დაჭირდა, სანამ ხელახლა ყველას გული მოიგო, ისევ შეკრიბა რაზმი ერეკლემ, ალაგმა ლეკების თარეში, ჩავიდა ერევანში, იქიდან უკან წამოიყვანა ეს ბორჩალოელი თათრები და ისევ ჩამოასახლა მარნეულსა და დღევანდელი გარდამნის ტერიტორიაზე და ბოლნისსაც არიან დღესაც. რატომ? ძალიან მარტივი მიზეზი და ახსნა ჰქონდა.
სხვა შორის ეს მარნეულები, ეს ბორჩალოელები ძალიან ერთგულებდნენ ერეკლეს და ცნობილი გმირიც იყო ერთი ხუდია ბორჩალოელი, მაგრამ იმიტომ რომ კარგად იხდიდნენ. შრომობდნენ, შემოსავლიანი მიწა იყო და ხაზინას ყოველთვის პირუთვნელად ავსებდნენ. განსხვავებით ქართველებისგან. აი ეს პრობლემა სხვათა შორის, აი დამოკიდებულება გადასახადებისადმი, სახელმწიფოსადმი მორჩილების თემა. მოდი ვაღიაროთ, რომ ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იყო ქართული საზოგადოების. ამიტომ უწევდა ერეკლეს, თქვათ, მუსულმან ბორჩალოელებზე დაყრდნობა, იმიტომ რომ ხაზინა შევსება ჭირდებოდა და ქართველი გადასახადის დამალვაზე იყო ორიენტირებული. პირველ რიგში სათავადოები. ეს სათავადოები ყველამ კარგად ვიცით, რომ მე-15 საუკუნის ბოლომდე ეს ფენომენი არ არსებობდა. იმერეთში და დასავლეთ საქართველოს სხვათა შორის ეგრეთ წოდებული თავადები ყოველთვის იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადს. კახეთში არ იხდიდნენ თავადები, მაგრამ სათავადო არ არსებობდა. იქ სამოურავო მოწყობა იყო და შესაბამისად ის ინდივიდუალური თავადების მხრიდან გადასახადების, ასე ვთქვათ, დაფარვა დამალვა ნაკლებ თვითად აწვა ქვეყანას, მაგრამ ქართლში ვებერთელა გაერთიანებები იყო ეს სათავადოები. ძალიან დიდ ტერიტორიებს მოიცავდა პრაქტიკულად სამეფოს 80% სათავადოების ხელში იყო. დანარჩენი რჩებოდა და მეფესა და ტახტის აზნაურებს და ამათ 80% და ხაზინაში ერთი თეთრი არ შედიოდა. ჩვენ მქონდა გიორგი სააკაძეს საუბარი, რომ როდესაც ის შეეცდება, რომ ალტერნატიული შემოსავლის წყარო გაუჩინოს, ხო? საქალაქო მეურნეობითა და ვაჭრობით სამეფო ხაზინას, იმიტომ რომ ელემენტარულად მეფე თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ხდებოდა თავადების კეთილ განწყობაზე ჯარს გამოუყვანდნენ თუ არ გამოუყვანდნენ მტერს, შეეკროდნენ თუ საქართველოს ერთგულება დარჩებოდნენ. ეს პრობლემა სულ იდგა საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატკივარი და ჭირი ჩვენი ქვეყნისა სწორედ ეს იყო. და ერეკლე მეორე მიადგა სხვათა შორის და დაიწყო სათავადოების გაუქმება. სათავადოები არსებობდა ქართლში. მან გააუქმა უძლიერესი და ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი ხნისაერისთავო, არაგვისაერისთავო, საამილახრო, ძალიან დაამდაბლა და დაასუსტა სასოლოღაშვილო, საბარატაშვილო, სამელიქიშვილო, ანუ მაქსიმალურად საორბელია. რეალურად ის ძველი საბარათიანო არც არსებობდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ორბელიანი ბარათაშვილი უკვე ინდივიდუალური თავადი იყო. აი ესე რომ ერთი რომელიც იქნებოდა, თქვათ, მთელს ქვემოქართლში ყველაფრის გადამწყვეტი, ესეთი პიროვნება უკვე ერეკლეს დროს ვეღარ არის. იგივე შეიძლება ვთქვათ შიდა ქართლის სხვა სათავადო სახლებზეც და ამ ტენდენციას აგრძელებდა. სწორი იყო, რა თქმა უნდა, სწორი იყო ეს ქვეყანას ამტკიცებს, მაგრამ ეს იწვევდა უკუ რეაქციას. იყო უამრავი შეთქმულება, ამ შეთქმულებებში ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და სახიფათო იყო 1765 წლის ეგრეთ წოდებული მარკოზაშვილის დარბაზელთა გამოსვლა და ამას კიდევ ეწოდება მეორე სახელიც პაატა ბატონიშვილის შეთქმულება. პაატა ბატონიშვილი იყო ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი. და მაშინ გადაწყვიტეს, რომ ერეკლე მოეკლათ, ოჯახი მისი ამოეწყვიტათ და ისევ აღედგინათ, ასე ვთქვათ, ქართლის თავადობის გავლენები და ძლიერება. და ვინმე დათუნა ფეიქარმა გაამჟღავნა ეს აჯანყება ერეკლემ. დარბაზი მოიწვია სხვათა შორის, დარბაზს გადააწყვეტინა საკითხი და პირადად, რომ ვინმე არ დამთოთ ბრალი, რომ ჩემი პირადი ინტერესებიდან გამოვდივარო, ზოგი სიკვდილი დასაჯეს, მათ შორის მისი ბიძა, რომელიც მის თანატოლი იყო, სხვა შორის ეს პაატა ბატონიშვილი, სიკვდილი დასაჯეს, ზოგი თქვათ სხეულის მიერე დაასახიჩეს, ზოგი განდევნეს, მაგრამ სათავადოთა უმეტესობა კიდე აი გვარების წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ, თქვათ, ეს იყო იგივე დიასამიძეები, ტაკტაკიშვილების ხვები, დაამდაბლა, დაასუსტა, ზოგი გააუქმა. იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო, ქვეყანას სჭირდებოდა სიმტკიცე და ერთიანობა. მაგრამ ნახეთ რა არის ეს ტენდენცია, ძალიან ცუდად იჩენს თავს და ძალიან ჩვენი ქვეყნისთვის სავალალო როლს ითამაშებს გეორგიევსკის ტრაქტატის ამბების პერიოდში. რატომ? იმიტომ რომ ქართული თავადების შეთქმულებები მერეც არ გაჩერებულა. 70-იან წლებშიც იყო უფრო მცირე მასშტაბის და ერთ-ერთი მომენტი, რამაც ერეკლეს უბიძგარო რუსებთან გარკვეულ მოლაპარაკებაზე წასულიყო, სწორედ ამ საყოველთაო აჯანყების საფრთხე იყო. რაც უკმაყოფილო ამ თავადებისგან არსებობდა, რომელთაც თავარი ინტერესი ამოძრავებდა პირადი ხეირი.